მილია დამინტერესდა გავისაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. გაესაუბრა რაჟდენ კუპრაშვილს და ზუსტად ერთი კვირის თავზე ანტიკორუფციული ბიუროს გათიშული ვებგვერდით ამუშავდა. არადა ბიუროს ხელმძღვანელი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ვებგვერდი დაზიანდა და აკეთებენ. ამ პერიოდის განმავლობაში კი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები საზოგადოებისთვის დამალული იყო. არანაირი ტექნიკური მიზეზი აქ არ იყო და ამ დეკლარაციების ეხლა გასაჯაროების პროცესმა გვაჩვენა, ხო, ანუ რეალურად ჩართეს უბრალოდ საიტი იყო გამორთული და ჩართეს, ანუ არაფერი ტექნოლოგიური პრობლემა აქ არ იყო. ხო, ანუ ამით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს საკუთარი შექმნილი პრობლემის გამოსწორებით რაღაცნაირად ესე იგი დაიწერონ ქულები. ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის დეკლარაცია არ იძებნება. არადა მას როგორც საპარლამენტო სიაში მყოფს ამის ვალდებულება ჰქონდა. მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ მას კანონის დაცვა ვერ შებედეს. ღარიბაშვილის დეკლარაცია დევს, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრის, ანუ მან ეს შეასრულა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც იგივე სიტუაციაში იყო ზუსტად, ეს დეკლარაცია არ დევს. ამიტომ ეს კითხვა ანტიკორუფციულ ბიუროსთან რატო აფარებს ხელს ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციას, რატო მალავს მას, ან მეორე ვარიანტია, რომ მას არც კი შეავსებინეს. ხო, ანუ არა კადრის ასუფლად და არ შეავსებინეს ეს დეკლარაცია, რაც ასევე იქნებოდა კანონის დააღვევა. ჩინოვნიკების ქონების ნუსხა კვლავ შთამბეჭდავად გამოიყურება. გაირკვა, რომ ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს მამამ ისევ აჩუქა 200,000 ლარი. ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის ცოლი კი მშობლებმა 150,000 დოლარით დაასაჩუქრეს. კალაძეს საკუთარი ქონება კრიპტოვალუტაში გადაუტანია და ევროპული ბანკების ნაცვლად საკუთარ ფულს ახლა ვირტუალურად ინახავს. ის თითქმის 5 მილიონი დოლარის ბიტკოინების მფლობელია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კი ფიქრობს, რომ ნაღდი ფულის შენახვა სეიფში უფრო საიმედოა, ვიდრე საბანკო ანგარიშებზე. ისიც გაირკვა, რომ ძალოსანი ტალახაძე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლის დაკავებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში წამყვანი სპეციალისტის სტატუსით დაასაქმეს და 8 თვეში 13,000 ლარამდეც გადაუხადეს. ჩვენ უყურებთ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, ძალიან საეჭვო გარემოებებში გამდიდრებულებს, როგორ შეულობენ მილიონებს თანამდებობაზე მოსვლის შემდგომ და ამის შესახებ საუბრობს არასამთავრობო სექტორი, საუბრობთ და ამხელთ ტელევიზიები, სწორედ ამიტომ გამჭვირვალობის საბაბით ერთი ხელით ბრძოლა გამოგიცხადათ, ხელისუფლებამ გამოუცხადა არასამთავრობო სექტორზე და ტელევიზიებს, ხოლო მეორე სრულიად გაუმჭვირვალე გახადა ის დეკლარაციები, რომელიც მინიმალურ ინფორმაციას იძლეოდნენ თანამდებობის პირების ქონებრივ მდგომარეობაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მალავენ ქონებას, მალავენ საკუთარ ნათესავებზე, მეგობრებზე, არაჩენენ დეკლარაციებში. ყობახიძის განცხადებამ დაადასტურა ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი მთელი ამ 8 თვის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას თითქოს და რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ვერ აქვეყნებდა დეკლარაციას. სინამდვილეში დეკლარაციების გამოქვეყნება დამოკიდებული იყო ყობახიძის სურვილზე, ანუ ქართული ოცნების ჩინოვნიკების სურვილზე იყო დამოკიდებული კანონის აღსრულება. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კანონმდებლობა აღარ არსებობს. ის პერიოდი, რა პერიოდშიც ჩაკეტეს წვდომა დეკლარაციებზე, ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ სანქციების პერიოდში ასე ვთქვათ, არ ყოფილიყო დადგენილი ჩინოვნიკების ოჯახის წევრების სახელები და გვარები, რაც რა თქმა უნდა ვერ შეძლეს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ დეკლარაციების დეტალური შესწავლის შემდეგ ჩინოვნიკების საეჭვოდ შედენილი ქონების არაერთ შემთხვევას გამოავლენენ. ასევე იმასაც სანქციების მოლოდინში ვინ და სად გადამალა საკუთარი სიმდიდრე.